უხვინალექის მიუხედავად ვითარება კონტროლირებადია. ამის შესახებ TV მონიტორინგთან კასპიის მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა. ვახტანგ მაისურაძის თქმით, მოსახლეობას ჩვეულ რეჟიმში მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. იწმინდება სოფლებთან მისასვლელი გზები და მუდმივ კოორდინაციაში არიან მოსახლეობასთან. მაისურაძის განმარტებით, გასული დღეების განმავლობაში უამინდობის გამო იყო გარკვეული პრობლემები, თუმცა არც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობისთვის და არც ავტომობილების მოძრაობისთვის ამას ხელი არ შეუშლია. გასული დღეების განმავლობაში კასპიის მუნიციპალიტეტში ინტენსიური ნალექი ჰქონდა თოვლის სახით. გარკვეული პრობლემები შეიქმნა გზის გაწმენდაზე, მაგრამ მუნიციპალიტეტის მერის სპეციალური სამსახურის მიერ ჩვენ საკუთრებაში არსებული ტექნიკით აგრეთვე ყავდა დაქირავებული მუხლუხოვანი ტრაქტორი, სადაც ჩვენ ტექნიკით ვერწმინდავდით. გასულ დღეებში ხდებოდა გზების გაწმენდა, სოფლამდე მისასვლელი გზები, შიდა გზები. დღესაც რამდენიმე ტერიტორიულ ერთეულში ოკმის, ლამისყანის, სამთავისის, კოდის წყაროს, წინარეხის, კავთისხევის ტერიტორიულ ერთეულში შემავალ სოფლებში მუშაობენ ჩვენი ტექნიკა, იწმინდება გზები, შემდეგ იყრება ქვიშანარევი, მარილი. ფაქტიურად ავდივართ, ესე რომ ვთქვათ, ამ პრობლემას. პრობლემას კიდევ გასულ დღეებში ქარი გვიმატებდა, იმიტომ რომ გაწმენდილ გზაზე ქარი წარმოქმნიდა ნამქერს და დილით გაწმენდის გზას საღამოს გვიწევდა კიდევ გაწმენდა გზების. ამ ეტაპისთვის პრობლემა არ გვაქვს, ჩვენი ძალებით უმკლავდებით ამ მოსულ უხვინალექს. ყველა სოფელს მიეწოდება ელექტროენერგია, გაზი, ამ მიმართულებითაც პრობლემა არ